დაბადებულები საქართველოში სტუდია სანგუკო და კონტროლ სტუდიო ახალი მხატვრული სრულმეტრაჟიანი დრამის გადასაღებად ემზადებიან. ახალი კანონპროექტი 5 სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებას ითვალისწინებს. პირველი მათ შორის დაბადებულები საქართველოში იქნება. დღეს პრაიმ ტაიმის სტუდიაში რეჟისორმა თამარ შავგულიძემ დეტალებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ფილმი ომის შემდგომი პერიოდი საქართველოს ასახავს. ფილმში 30 წლამდე ახალგაზრდების ცხოვრება და ყოველდღიურობა იქნება ნაჩვენები. ფილმი არის პროექტი 5, რომელიც 5 განსხვავებული სრულმეტრაჟიანი ფილმი არის. არც ერთი ჟანრობრივად ერთმანეთს არ გავს. უბრალოდ ყველას ახალგაზრდა რეჟისორები იღებენ. ეს არის პირველი ფილმი ამ 5-დან, რომელიც საკო შავგულიძესია და მთავარ როლებში არიან ბახალა, ვანიკო თახმიშვილი, ნუცე კუხიანიძე და თამრი ბზეავა. ფილმი არის 4 მეგობარზე, რომელიც ომის შემდეგ, 1 წლის შემდეგ ცდილობს, რომ იარსებოს იმ რეალობაში, რომელიც არის შექმნილი. ურთიერთობებზე არის, რა ვიცი, სიყვარულზე არის, გაგებაზე არის, გრძნობებზე არის, ტკივილზე არის, მეგობრობა არ ვიცი ვთქვი თუ არა, თავისუფლებაზე არის.